რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. ომის დასრულების პროცესში დამატებითი კითხვის ნიშნები დიდ ბრიტანეთში დაგეგმილმა და მოგვიანებით ჩაშლილმა მოლაპარაკებებმა გააჩნია. გაერთიანებულ სამეფოში დაანონსებული ვიზიტი მარკო რუბიომ გააუქმა, მიზეზად კი გადატვირთული გრაფიკი დაასახელა. თუმცა არ შემდგარ მოლაპარაკებებს ყირიმის აღიარებასთან დაკავშირებით ოფიციალური კიევის კატეგორიულ პოზიციას უკავშირებს დასავლური მედია. მხარეებს შორის უთანხმოების მიზეზია სხვადასხვა წყაროებით გავრცელებული ტრამპის 7-პუნქტიანი არაოფიციალური მშვიდობის გეგმაც. კონსენსუსის არარსებობის ფონზე ამერიკის შეერთებული შტატები უკვე გაცხადებულ პოზიციას კიდევ ერთხელ იმეორებს და მოლაპარაკების პროცესიდან საერთოდ გასვლას არ გამორიცხავს. დღის ბოლოს ჩაშლილ მოლაპარაკებებს დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და უკრაინის პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკა. სალომე თორაძე დეტალებით. ლონდონში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დაგეგმილი შეხვედრა, სადაც უკრაინაში ომის დასრულების გზებზე უნდა ემსჯელად აღარ შედგა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ სახელმწიფო მდივანი გრაფიკში არსებული ტექნიკური სირთულეების გამო ამ შეხვედრაზე დასწრებას ვეღარ შეძლებდა. დასავლური მედია კი წერს, რომ მიზეზი ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციაა, რომელმაც კატეგორიული უარი თქვა ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებაზე. ამავე მოსაზრებას აჟღერებს კრემლის პრესპიკერი. დიმიტრი პესკოვის თქმით, შეხვედრა მხარეების განსხვავებული პოზიციების გამო ჩაიშალა. თავად რუბიომ კი დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ საკმარისი წინსვლა არ იქნება, ვაშინგტონი უკრაინის ომის ნაცვლად სხვა პრიორიტეტებით დაკავდება. ამ ომს არ აქვს სამხედრო დასასრული. ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები. რუსეთი უბრალოდ ვერ გადაუვლის უკრაინას და მთელ ქვეყანას ვერ დაიკავებს. უკრაინა კი ვერ უკუაგდებს მათ 2014 წლამდე არსებულ პოზიციებამდე. რაშიც ჩვენ ვართ ჩართულები, არის რუსეთის პოზიციის გაგება. ახლა უკეთ გვესმის ეს, რადგან რეალურად ვესაუბრეთ. მას შემდეგ, რაც 3 წლის განმავლობაში არ ვესაუბრებოდით. გვინდა გავარკვიოთ, რა არის უკრაინის პოზიცია და რამდენად შესაძლებელია ამ პოზიციების დაახლოება. შემდეგ შესაძლოა დავასკვნათ, რომ ისინი იმდენად შორს არიან ერთმანეთისგან, რომ მშვიდობა შეუძლებელია ამ დროისთვის. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ ბევრი დრო და ენერგია დავხარჯეთ ჩვენი მთავრობის უმაღლეს დონეზე. ჩვენ კვლავ მზად ვიქნებით ამის გასაკეთებლად, ვიდრე არსებობს რეალისტური, წინმიმავალი გზა. თუ რომელიმე მომენტში დავადგენთ, რომ ჩვენ უბრალოდ ძალიან შორს ვართ და საკმარისი მოძრაობა არ ხდება, შესაძლოა დაგვჭირდეს სხვა პრიორიტეტებზე გადასვლა, რადგან მსოფლიოში ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება. ლონდონში არც დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ ვიტკოფი წავიდა, რომელიც ამ კვირაში უკვე მეოთხედ აპირებს მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან ჩასვლას. ამის ფონზე გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში ვიზიტი გადაიფიქრეს გერმანიისა და საფრანგეთის დიპლომატებმაც. თუმცა უკრაინის საკითხზე ტექნიკური ხასიათის შეხვედრა დღეს ოფიციალური პირების დონეზე მაინც შედგა, მაგრამ ეს შეხვედრა მედიისთვის სრულიად დახურული აღმოჩნდა და მას უკრაინის საკითხებში ტრამპის წარმომადგენელი კიტ კელოგი დაესწრო, რომელიც უკვე ლონდონში იმყოფებოდა. დღეს ჩვენ გავაგრძელეთ სიღრმისეული დიალოგი, რომელიც მიმართულია უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაზე. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ერთგული ვართ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ. შევთანხმდით შემდგომ რეგულარულ კონსულტაციებზე მთავარი მიზნის მისაღწევად სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის. როგორც ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph იწერს, მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე 7 პუნქტისგან შემდგარი ტრამპის სამშვიდობო გეგმა უნდა განეხილათ, რომელიც რუსეთისთვის სანქციების მოხსნას, ყირიმის ანექსიის დე-იურე აღიარებას, ფრონტის ხაზის გაყინვასა და უკრაინის მიერ ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას მოიცავს. რაც შეეხება ოკუპირებულ რეგიონებს, გეგმა არ გულისხმობს მათ რუსეთის ტერიტორიად ფორმალურად აღიარებას, თუმცა მოიცავს რუსეთის კონტროლის ფაქტობრივ აღიარებას. ამასთან უკრაინისთვის ტერიტორიული დანაკარგების ფონზე გეგმაში საუბარი არ არის უკრაინისთვის უსაფრთხოების არანაირ კონკრეტულ გარანტიებზე. გარდა ამისა, გეგმაშია საპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ამერიკის კონტროლქვეშ გადაცემისა და უკრაინასა და ვაშინგტონს შორის მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაც. პერსპექტივაში კი მე-7 პუნქტში საუბარია ამერიკისა და რუსეთის ენერგო თანამშრომლობაზეც. ჩვენ უკრაინაში დაუყოვნებლივ სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ვითხოვთ. ეს იყო წინადადება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა მიმდინარე წლის 11 მარტს და ეს სრულიად გონივრული იყო. ეს შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დათანხმდება და შეწყვეტს მკვლელობებს. ჩვენ ასევე მზად ვართ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისთვის, სულ მცირე სამოქალაქო სამიზნეებზე და ჩვენ ეს არაერთხელ გვითხოვს. უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს არანაირ ფორმატს, რომელსაც შეუძლია მიგვიყვანოს ცეცხლის შეწყვეტამდე და საბოლოოდ ნამდვილ მშვიდობამდე. მკვლელობების შეჩერება
დახმარება არის ნომერ პირველი ამოცანა. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ფოკუსირებულია ამ მიზანზე და გვეხმარება ომის დასრულებისაკენ წინსვლაში. ზელენსკის სოციალურ ქსელში მკაცრად გააკრიტიკა დონალდ ტრამპმა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Wall Street Journal-ის პირველ გვერდზე ტრაბახობს, რომ უკრაინა ლეგალურად არ ცნობს ყირიმის ოკუპაციას, რომ აქ სასაუბრო არაფერია. ეს განცხადება ძალიან საზიანოა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რამდენადაც ყირიმი მრავალი წლის წინ დაიკარგა ბარაკ ჰუსეინ ობამას ეგიდის ქვეშ და განხილვის საგანი არაა. არავინ თხოვს ზელენსკის ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას, მაგრამ თუ მას ყირიმი სურს, რატომ არ იბრძოდნენ მისთვის 11 წლის წინ, როდესაც ის რუსეთს გასროლის გარეშე გადაეცა. ამ ტერიტორიაზე ბევრი წლით ადრე, ვიდრე ობამა გადასცემდა, მნიშვნელოვანი რუსული წყალქვეშა ხომალდების ბაზა იყო. წამქეზებლური განცხადებები, როგორცაც ზელენსკი აკეთებს, ართულებს ამ ომის მოგვარებას. მას არაფერი აქვს ატრაბახო, ვითარება უკრაინისთვის სავალალოა, მას შეუძლია კონდეს მშვიდობა, ან შეუძლია იბრძოლოს კიდევ 3 წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს. მე რუსეთთან არავითარი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ მაქვს სურვილი გადავარჩინო საშუალოდ 5,000-მდე რუსი და უკრაინელი სამხედრო ყოველკვირეულად, რომლებიც უმიზეზოდ იღუპებიან. ზელენსკის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება არაფერს მოიტანს გარდა სიკვდილის ველის გახანგრძლივებისა და ეს არავის სურს. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, მაგრამ ადამიანმა, რომელსაც არ აქვს კარგი კარტი, ბოლოს და ბოლოს უნდა გააკეთოს ეს. მოუთმენლად ველი შესაძლებლობას დავეხმარო უკრაინასა და რუსეთს თავი დააღწიონ ამ სრულიად აბსოლუტურ უბედურებას. ის რომ მხარეებს ტერიტორიული დათმობები მოუწევთ, ამას ადასტურებს ინდოეთში ვიზიტით მყოფი ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსიც. ჩვენ ძალიან მკაფიო წინადადება გავაჟღერეთ როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის და ახლა დადგათ, რომ მათ თქვან დიახ, ან შეერთებული შტატები გავიდეს ამ პროცესიდან. დროა გადავდგათ ბოლო თუ არა ბოლოს წინა ნაბიჯი ფართო თვალსაზრისით, სადაც მხარეები იტყვიან, რომ აჩერებენ მკვლელობებს, ყინავენ კონფლიქტის ხაზებს არსებულ ფრონტის ხაზზე, ან სადღაც მათ სიახლოვეს და აპირებენ ხანგრძლივი დიპლომატიური დარეგულირებით, რეალურ ხანგრძლივ მშვიდობამდე მისვლას. Financial Times-ი კი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ვლადიმირ პუტინმა ვაშინგტონს არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა შესთავაზა და სტივენ ვიტკოფს განუცხადა, რომ რუსეთი მზადაა უარი თქვას უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებულ 4 რეგიონზე. თუმცა კრემლის პრეს-სპიკერი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და უმჯობესია პირველ წყაროს დაეყრდნონ.